Საომშვიდობის მოგესალმებით მეგობრებო. მოკლედ არ შეგაწყენთ დიდი ხნით თავს. გუშინ არ მქონია ვიდეო ლაივი Facebook-ის არხზე, YouTube-ის არხზე მქონდა და ვისაც გნებავთ იხილოთ ეხებოდა ამ ვიზა ლიბერალიზაციის საკითხებს, ეს შეგიძლიათ ყველამ იხილოთ ბმულში, რომელიც არის მითითებული აი აქ ლინკზე კომენტარებში და მოისმინოთ ვრცლად ამ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც ერთი ამბავი არის ატეხილი. ახლა უბრალოდ ერთი რაღაცა მინდა უთხრა ჩემს აუდიტორიას და კოცებს მივმართო პირადად რა, აი. ბიჭო, მოღალატეები რო ხართ და იდიოტები და ნაძირალა და ვირთხები რო ხართ, ქვეყნით ეს დიდი ხანია გასაგებია და გაგებულია ყველაფერი რა, რაც არ უნდა გამთეთრებელი და რაც არ უნდა ზომბირებული ადამიანები ყავდეთ საქართველოში, რომლებიც დღე-დაღამე ბიძინაზე ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ და ესეთი მონური ფსიქოლოგიით შეპყრობილები ხართ, ამაზე არ არის ლაპარაკი, კაცო. ეს ვიცით უკვე დიდი ხანია და საუბედუროდ, ჩვენ და საუბედუროდ, ქართველი ერის საუბედუროდ, თქვენ გაბარიათ ერის ბედი აი ამ პერიოდში რა, ამ რთულ პერიოდში და პასუხისგებლობა და ყველაფერი თქვენზე არის გადმოსული და თქვენ მოგეთხოვებათ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ. თქვენ მოგმართავთ, იმიტომ რომ de facto მართველები ახლა ამ ქვეყნის თქვენ ახართ და თქვენი გადაწყვეტილებები აისახება ერზე. ბიჭო, აი, ახლა რო ატეხეთ ერთი ელემენტარული რაღაცის თქვა მინდა, წივილ-კივილი არის ატეხილი, ალბათ სავარაუდოდ დიდი ალბათობით ჩვენ ამ ეგრეთ წოდებული ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმს შეგვიწყვეტენ და კოცები ამ ყველაფერს ესე რომ ვთქვათ, აგუებენ პერიოდულად საზოგადოებას უკაცრავად. გამოხდნენ და იძახიან, რომ დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ულტიმატუმი არის წაყენებული, არის 4-5 ქვეყანა არის ევროპაში, რომლებიც წინააღმდეგი არიან ამ შეჩერების, ესაა უნგრეთი, ესაა სლოვაკეთი, ავსტრია და კიდე ერთი ქვეყანა არის საბერძნეთი, რომლებიც წინააღმდეგი არიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის გაჩერების, მაგრამ დიდი ალბათობით თუ კი ზეწოლა წამოვა საქართველოზე, ეს ქვეყნების იძულებულები იქნებიან, რომ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას, ახლა გასაკვირი არა. და აქ ამ ყველაფერს მიზეზი თუ რატომ ხდება განსაკუთრებით ახლა საქართველოზე დაწოლა. ძალიან მარტივი არის ეს მიზეზი, იმიტომ რომ სომხეთი, რომელიც ჩაკეტილი ქვეყანა იყო მთელი ამ ხნის მანძილზე, არის რაღაცა იმის საშუალება, რომ სომხეთს და თურქეთს შორის საზღვარი გაიხსნას, რაც მიცემს ევროპელებს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მნიშვნელობა, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი იყო ევროპისთვის, მთლიანად არ გაუქმდება, რა თქმა უნდა, საქართველოს მნიშვნელობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც ალტერნატივის საშუალება გაიხსნება და ამიტომ ამათმა გაიხსნეს ხელები ბოლომდე და დაიწყეს დაწოლა საქართველოზე სრულად. ეს ცალკე თემა არის, ამაზე შემდეგ მომავალში შეიძლება ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, ეს დაწოლა წამოვა. წამოვა დაწოლა საქართველოზე და პირველ რიგში ეს იქნება ზუსტად აი ამ ვიზა ლიბერალიზაციის რეჟიმთან დაკავშირებით და შემდეგ და შემდეგ და შემდეგ. და დღეს რო გამოხდით ეს, რა ქვია, კოცები, თავის მხრივ კოცები აგუებენ ხალხს, საზოგადოებას იმისთვის, რომ თურმე შეიძლება ეს სავიზო რეჟიმი იქნას, ასე რომ ვთქვათ, გაუქმებული. და აი ეს პიტალო ჩამოყალიბებული, ეს კოცი გამოდის და ხალხს ეუბნება, რომ ისო გარყვნილება ან ვიზაო, ომი ან ვიზაო, მონობა ან ვიზაო. თელერ შეურაცხყოფა მიაყენესო და ამის გამო, ვიზოსო დავთანხმდეთო თუ არ დავთანხმდეთო. ხო, ახლა აიხილათ აქ. მესამე თვალი აიხილათ კოცებს, რომ ესა რა ქვია, თურმე ეს პრობლემები, რომელი პრობლემებიც შექმნილი არის, თურმე არ ღირს მარტო ამ ვიზად. დღეს იყო კობახიძე გამოსული და ამბობდა, რომ რა იყო, აი ხალხო, ესო რა ქვია, თუ საკითხიო ისე დადგებაო, რომ ვიზით წავიდეთ უვიზოთ ევროპაშიო თუ ქვეყნის უსაფრთხოებაო, რა თქმა უნდა, ქვეყნის უსაფრთხოებაო. ახლა დებილი და იდიოტი უნდა იყო, მოღალატე უნდა იყო შენი ქვეყნის, რო თქვა, რომ რა თქმა უნდა, უვიზო რეჟიმი და ოღონ ევროპასთან უვიზოთ ვიაროთ და ყველაფერი ღირს ამის ფასათო, აქ აგერ უკრაინას უვიზო რეჟიმი გახსნილი, აქ ესა რა ქვია, გაწევრიანების დიალოგი დაწყებული ევროპასთან, მაგრამ რაც ხდება უკრაინაში, ყველა ხედავს ამ ყველაფერს და ის იდიოტი მაჩვენეთ, თუმცა ეს
კატეგორია ოხრათ არის, რომლებიც მზად არიან იყოს ომი და უბედურება საქართველოში, ოღონ უბიზოდ წაეთრიონ და წამოეთრიონ. ეს ხალხი არიან ჩვეულებრივი აგენტურა უცხო ქვეყნის, ამიტომ ამას ნორმალური ადამიანის ტვინთან არანაირი, ესა რა ქვია, კავშირი არ გააჩნია. და აიხილათ ახლა კოცებს თვალები და კოცები ამბობენ იმას, რომ რა თქმა უნდა ომს და უბედურებას შორის, ვიზას შორის რა თქმა უნდა ავირჩევთ ამას. კი ბატონო, ამას ნორმალური ადამიანი რა თქმა უნდა ასე ხედავს. არა და ეს ისე აქვს დასმული ევროკავშირიდან, რომ 31 აგვისტომდე ზაფხულის პერიოდში ის 8 პუნქტი, რაც არის ჩამოყალიბებული, უნდა მოიხსნას, რომელი პუნქტებიდანაც მთავარი არის რა, ოჯახური, ესე რომ ვთქვათ, ღირებულებების კანონი, რომელიც კრძალავს პიდარასტების ქორწინებას საქართველოში, ბავშვთა დაცვის კანონი, რომელიც სქესის გადაკეთების საკითხთან დაკავშირებით და ეს გენდერების ამბავი და ეს პიდარასტების უფლებები, ესაა ძირითადი ამოსავალი წერტილი ამათთვის, რომ იმ სხვა 8 მოთხოვნასთან ერთად ეს კანონები გაუქმდეს. თან გაუქმდეს ისეთ პერიოდში, როდესაც პარლამენტი პრაქტიკულად არ ფუნქციონირებს და გასული არის. ამიტომ ეს ქმედება დასავლეთიდან არის სპეციალურად დასმული, რომ ეს ვერ შესრულდება, კიდეც რომ მოუნდეთ, რაღაც თუ ექსტრემალური შეკრება არ მოახდინეს პარლამენტის, სხვა შემთხვევაში ნორმალური რეჟიმით ეს გამორიცხული. ამიტომ ფაქტია ის, რომ ევროპელები საქართველოსთან გამწვავებაზე არიან წასული და მიდიან ევროკავშირის ჩინოვნიკები. ეხლა მინდა მე მიმართო კოცებს. რადგანაც აგეხილათ მესამე თვალი და რადგანაც აი მესამე თვალის ახილვის შედეგად დაიწყეთ აზროვნება, რომ თურმე ომი, უბედურება, დაქცევა და ასე შემდეგ არ ღირს ამ ყველაფრისთვის, მე მინდა გითხრათ ერთი რაღაცა. სასწრაფოდ წესით გააუქმეთ ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელიც თქვენი ხელით არის ჩაწერილი. და როგორ არ შეგაგინოთ ახლა თქვენ და როგორ არ უნდა გაგინებდეთ, აი ამაზე ტაშის მკრელს, რომ ჩვენ ევროპაში მივდივართ და ღმერთო დალოცე ივანიშვილი და კოცობა და ტაშს რო უკრავდით, როდესაც 78 მუხლი რა არის? 78 მუხლი არის კონსტიტუციაში ჩანაწერი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ვალდებულებას კონსტიტუციური მუხლით ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის, რომელიც არის ნონსენსი, რომელიც არ არსებობს მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუციაში. იმიტომ რომ ხვალ ზე უბრალოდ რო არ არსებობდეს ნატო და ევროკავშირი საქართველოს ადმინის კაციშვილმა არ იცეს. მოკლედ ეს ჩანაწერი აქვს კოცებს ჩაწერილი საქართველოს კონსტიტუციაში. და ეს კოცმონები, როდესაც ამას წერდნენ, ტაშს უკრავდნენ, რომ ღმერთო დალოცე, აი ევროპაში მივდივართ ღირებულებებით, მივდივართ ღირსებით, მივდივართ და ასე მივდივართ. არავინ თქვენ ევროკავშირში და ნატოში არასდროს არ მიგიღებს. არ მიიღებენ საქართველოს. იმიტომ რომ საქართველოს არავის არ ჭირდება იქ ტოსწორად. საქართველოს არის ბრძოლისველი უნდა იყოს, ბრძოლისველი საქართველიერი არის და ქართული კულტურა მაგათთვის არის მიუღებელი და მიუღებელი იქნება. ყოველთვის ქართული მენტალიტეტი არის ამოსაძირკვი და გადასაშენებელი საერთოდ, ამიტომ არავის არ ჭირდება საქართველოს მადლობა ღმერთს. მაგრამ აქ ევროკავშირის და ნატოს წევრობაზე კი არის საქმე, საქართველოს როგორც ქვეყნის გაქრობა უნდათ. ერის გაქრობა უნდათ ქართველიერი არ უნდა იყოს გამოკლევებული, გამოსწირებული, გამოჯოგებული, როგორიც არის LGBT პიდარასტი საზოგადოება და როგორ დაყლებულებსაც ხედავთ თქვენ, ეს იქნება TV პირველის ჟურნალისტები, ესა რა ქვია, ასიკლილი ქვია ამას, ფორმულა ჟურნალისტები, მათი მიმდევრები, ნაცები, ეს ლელოელები, ეს ჯოგნახირი, რომელიც არის, ან ასეთი უნდა იყოს ქართველიერი, ან მონა, უფლებო, უაზრო, უგონო, უმენტალიტეტო, უჯიშო დავიწყებული, რომელსაც აქვს ყველაფერი თავის ისტორიული წარსული და არ ვიცი, რათაა დაბადებული თვითონ რო არის, ან ასეთი უნდა იყოს, ან საერთოდ არ უნდა არსებობდეს. იმიტომ ეს არის მათი გეგმა, ესეთი ერები, როგორც საქართველოს არის, უნდა გაწყდეს. და რაც შეეხება აი ამ ჩანაწერს, ეს ჩანაწერის ისევე როგორც პიდარასტების ხარდასაჭერი კანონი, ის ანტიდისკრიმინაციული კანონი, ტაშფანდურით რომ მიიღეს ქართველიერს, რომ ჩააბურთეს სულში და ვრცლად ვისაც გაინტერესებთ, ნახეთ ეს ლინკზე, რაც არის მითითებული გუშინდელი ჩემი ვიზა ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებული ლაივი და ნახავთ. ახლა, როდესაც ყველა იძახით, რომ ჩვენ ღირსებით წავალთ ევროპაში. ჩვენ ღირსებით წავალთ და ეს ევროკავშირი ესეთი არის. ევროკავშირი არის ისეთი, როგორიც არის. ევროკავშირი ისეთია, როგორიც არის და საქართველოს გულისთვის ევროკავშირი არ შეიცვლება.
არ მოხდება ევროკავშირში ცვლილებები, ევროკავშირი იქცეს იმისთვის, რომ საქართველოს მიიღონ ეროვნული, ტრადიციული და მართლმადიდებელი და ქრისტიანული სისულელია ყველაფერი. არის მართლმადიდებლური ქვეყნები ევროკავშირში, როგორიც არის ბულგარეთი, როგორიც არის რუმინეთი, როგორიც არის საბერძნეთი და ყველა სულს ხდიან და აძრობენ. ახლა ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგათი ეკონომიკური მდგომარეობა, დემოგრაფიული მდგომარეობა და ასე შემდეგ. ანუ ვასლები, დამონებული, დაჭმორებული, დაშტერებული ქვეყნები. ძირითადად, ან ვალებში ჩაფლული, რომელიც იხშობიან. ამიტომ რაზე მაქვს ახლა საუბარი? 78 მუხლი, რომელიც ავალდებულებს, რომელიც არის ქოცების მიღებული, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ეს არ მიუღია ნაცების ავადმყოფური ტვინიც კი არ მისულა ამ დონეზე. ნაცების ავადმყოფური ტვინიც, რომ ნაცებს ჩაეწერათ ეს კონსტიტუციაში. ეს არის ქოცების ჩაწერილი. როდესაც ისინი ამბობენ, რომ თურმე საქართველოს ვალდებული არის, ყველა საქართველოს მოხელე ვალდებული არის ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაციისთვის გააკეთოს ყველაფერი. ეს არის სასწრაფოდ ამოსაღები და ეს არის სასწრაფოდ გასაუქმებელი, რის შემდეგადაც მოთხოვნა, მოწოდება იმის შესახებ, რომ საქართველოს უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში, აი ეს ვალდებულებები, ეს წამოძახება იქნება გამქრალი. ახლა გამომიხდება ზოგიერთი და დამიწყებს, ესე რა ქვია, ბრძნული თეორიის როშვას აქ იმაზე, რომ თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არსებობს იმაში, რა ქვია, პარლამენტში და საკონსტიტუციო უმრავლესობით ვერ მოახერხებენ ამ ყველაფრის ამოღებას. იდიოტიზმი და ტყუილი. შეკრიბეთ, არსებობს ამის მექანიზმი, შეიკრიბოს ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ჯგუფიც გამოხატავს ინიციატივას, სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში, შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში აი ამ მუხლს საჩივარს და რომელიც არის აბსურდი. ეს არის აბსურდის თეატრი. შეიტანს საჩივარს, რომ ეს მუხლი, რომელიც არის ჩაწერილი კონსტიტუციაში, იქნას გაუქმებული, რადგან მისი არსი, მისი აზრი, მისი არაფერი ამას კონსტიტუციაში არ ესაქმება, ისევე როგორც სხვა ბევრ რაღაცებს, მაგრამ სანამ ის სხვა ბევრი რაღაცები დაღუპავს საქართველოს, აი ეს, რომელიც თქვენია ბიძინა ივანიშვილის და ქართული ოცნების ჩაწერილია, ვინმე არ გამომიხტეს აქ და არ მითხრას, რომ ეს ასე არ არის და დღეს რო იძახიან, რომ თურმე ეს გარყვნილება და ისა ყველაფერზე კონდათ პირი მოღებული ყოველ მეორე სიტყვაზე, ჩვენ ვალდებულება გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებაში, ჩვენ ევროპაში მივდივართ და ბოლო-ბოლო დააყენეთ ტრაკი თქვენი დედაშევეცი ყოველ მეორე სიტყვაზე რო იძახით, რომ ჩვენ ევროპაში მივდივართ ღირსეულად და ჩვენი მისწრაფება არის დასავლეთი. არაფერი დასავლეთი არა, ქართველი კაცის მისწრაფება. ქართველი კაცის მისწრაფება არის საკუთარი სამშობლო, რომლის განადგურებაც უნდა ზუსტად იმ ბრიუსელიდან. მე არ ვამბობ, რომ ქვეყნებს და ერებს, რომლებიც ევროკავშირში შედიან სხვადასხვა ქვეყნების სახელმწიფოები და ერები, ამათ აქვთ სურვილი საქართველოს განადგურების და ისტორიული მტრები არიან. ეგრე არ არის, მაგრამ როგორც არის ეს გაერთიანება, რომელმა გაერთიანებამაც გადააგვარა, გაათახსირა ჯერ თვითონ ევროპა, თვითონ ევროპული ევროპელი ერების ტრადიციები, ადათები, წესები, ყველაფერი, ცხოვრების წესი და ასე შემდეგ, მათი მიზანი არის აი ეს გლობალისტური პოლიტიკის წარმოების შედეგად იქნას განადგურებული ქართული იდენტობა, ქართული კულტურა, ქართული ტრადიცია, ქართული ყველაფერი, ქართული და საქართველო იქნას გამოყენებული უბრალოდ სავაჭრო მონეტად, რომელიც არაერთხელ იქნა გაცვლილი დიდ გეოპოლიტიკურ თამაშებში. ამიტომ ამ ძაღლის გაგდებულებს, რომელიც ძაღლის გაგდებულებიც ახლა გამოდიან და ელაპარაკებიან თურმე ხალხს, ისა რა ქვია, თურმე ქართველი ერის არჩევანია და კონსტიტუციური ვალდებულება. ამას სჭირდება ტექნიკურად ერთი მარტივი საკითხი. მოიკრიბება ადამიანთა ჯგუფი, შეიტანს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს, სადაც იქნება დაწერილი, განმარტებული, რომ ეს მუხლი არის არაკონსტიტუციური და ის უნდა იქნას გაუქმებული და ის უნდა იქნას შეცვლილი და საკონსტიტუციო სასამართლო გამოიტანს დადგენილებას კონსტიტუციაში მოქმედი მუხლის გაქრობის შესახებ. და საბოლოოდ მოეხსნება ყველანაირი ვალდებულება საქართველოს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, მოეხსნება აბსოლუტურად ყველა სტრუქტურას იმის შესახებ, რომ ეს თურმე არის ქართული სახელმწიფოს და ქართველი ერის ამოსავალი წერტილი. აი ეს არის გამოსავალი.
და ძალიან კარგად იცით ხოცებმა, რომ ეს არის გამოსავალი. თორე ამ ქვეყანას გაასწორებენ ადრე თუ გვიან მიწასთან. იმიტომ რომ არაფერი ჩვენთვის ევროკავშირს არ გაუკეთებია. გარდა ერის გადაგვარების კანონის მიღებისა, გარდა საქართველოს მონობისა, ჯერ რას გაძლევთ ბიჭო ეს ვიზა ლიბერალიზაცია, ასეთი თავმოყვარეობები გუშინ ვამბობდი მისი არ იყოს და ნახეთ, ჩვენ 62 ქვეყანასთან აქვს ჩვენს გარდა კიდე ევროკავშირს ესა რა ქვია ვიზო მიმოსვლა. და არც ერთი ქვეყნის საქმეებში არ ყოფს ცხვირს, რომ როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, როგორი უნდა იყოს, რა ქვია, სასამართლო კანონმდებლობა, როგორი უნდა იყოს ეს, როგორი უნდა იყოს ის და ზოგადად ეს პიდარასტების დასვა თუ ასე შემდეგ თუ ასე შევბრძანდით, ნახეთ 62 ქვეყანა არის ქვეყნებში, რომლებშიც დიქტატურა მოქმედებს, ქვეყნებში, რომლებშიც ჯერ კიდე ხალხი გონია არაა გადაჩეული კანიბალიზმს და 62 იმ ქვეყანასთან მოქმედებენ. ამიტომ დაიფასეთ თქვენი თავი, დააფასეთ თქვენი სამშობლო, დააფასეთ თქვენი ერი და ის რაც მოისაქმეთ ერის წინაშე, ის ადექით და თქვენივე ხელით შეჭამეთ, ისე როგორც მოისაქმეთ. აი ასეთი ლაპარაკი გეკუთვნით ზუსტად თქვენ, იმიტომ რომ მაგ კანონის ჩაწერა კონსტიტუციაში, ეგრეთ წოდებულ კონსტიტუციაში, ეს იყო დაღუპვა. უკრაინას სხვა არაფერი არ ღუპავს. უკრაინას ღუპავს ზუსტად ეგ. და ეს იყო დამღუპველი ყველა კუთხით. ერთი რომ ბერკეტს აძლევდა დასავლეთის ქვეყნებს, ევროკავშირის ქვეყნებს და ბრიუსელს იმის რომ საქართველოსთვის გაეკეთებიათ ზეწოლა, რადგან თქვენ კონსტიტუციაში ეს გიწერიათ და იმოქმედეთ აქედან გამომდინარე და ჩვენთან თუ გინდათ ასე მოიქცეთ, ასე მოიქცეთ, მეორე უბედურებას ქმნიდა ზუსტად რუსეთთან. რუსეთი, რომელიც პირდაპირ მოითხოვს უკრაინაში დამთავრების შემდეგ, კარგად დააკვირდით, ხაზგასმით ვამბობ ამას, რუსები აუცილებლად მოითხოვენ საქართველოს ხელისუფლებიდან ამ მუხლის ამოღებას. და დასვამენ ლოგიკურ კითხვას, თქვენ კიდე გინდათ ბიჭებო ევროკავშირში არა, ნატოში, რომელიც იქ არის ჩაწერილი. აი მაშინ თქვენივე ხელით მოგიწევთ ამ ყველაფრის ამოღება თუ რუსეთთან ომი არ გინდათ. ამიტომ სანამ ეს მომხდარა, სანამ ძალით გაგიკეთებიათ ეს ყველაფერი, შეკრიბეთ ხალხი, რაღაც ნაწილი არა, ბევრი, მაგას 20-30 კაც ყავთ, თქვენი მონაშნირების მეტი რა ყავთ. ეგერ ნიკოლეიშვილი, იურისტ ხაზუაშვილი და ეს რა ქვია კაკაბაძე და ეს მთელი ვითომ ნეიტრალური საქართველოს რო ითხოვე. დააწერიათ იმათ განცხადება, შეიტანეთ საკონსტიტუციო სასამართლოში პროცედურების დაცვით და საკონსტიტუციო სასამართლოს აცნობიეთ თქვენი 150 დეპუტატის დებილი, ავადმყოფი, მონა, ჩმორი დეპუტატის მიერ მიღებული ქვეყნის დამღუპველი კანონი ბათილად. აი მაშინ დაისვენებს ქვეყანა. ისე როგორც სხვა ბევრ ამისთან დაკავშირებით. არ გინდოდათ მიღება პიდარასტების აკრძალვის შესახებ მოგიწიათ. არ გინდოდათ მიღება სოროსის შესახებ და ამ ჩათლახების და ამათ შესახებ მოგიწიათ. აი ამაზეც მოგიწევთ. მაინც მოგიწევთ გაკეთება, სანამ ვიღაცა გაგაკეთებიებდეთ ამათ ოფიციალურად. აი ასეთ შემთხვევაში ჯობია თქვენ გააკეთოთ ჯერ თქვენი ხელით. და აბსოლუტურად ყველა შენობაზე, ამაზე კიდე ცალკე არის სალაპარაკო, რომ არაკონსტიტუციური არის ყველგან რომ კიდია ევროკავშირის დროშები. ეს მიშადან მოყოლებული იყო არაკონსტიტუციური, კონსტიტუციაში ეს არ წერია, რომ სადმე სახელმწიფო დროშის გარდა ეკიდოს ევროკავშირის წევრის, რომლის წევრიც არ ახარ ჯერ ვინ გეკითხება იმის დროშის ჩამოკიდებას. და ეს არის აბსოლუტურად ჩამოსახსნელი, ამაზე უფრო დეტალურად აგელაპარაკებით, მე მეგობარი არის, რომელიც აკეთებს ამ ყველაფერს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში აპირებს არჩევის შეტანას, რომ დასრულდეს ეს დროშების ფრიალი. მაგრამ აქ საკონსტიტუციო სასამართლოს, უზენაესი სასამართლოს, პარლამენტიც ეს არის ერთი ნაბიჭვარი, ერთი ნაბოზვარი, ერთი თახსირი ჭორვილელი მაიმუნის ოჩოპინტრეს ჯიბეში და ქოცების ჯიბეში. და ამას თქვენ მოთხოვნაზე არავინ არ შეცვლის. ეს უნდა შეცვალონ თვითონ. ისევე როგორც თვითონ გააფუჭეს ეს ყველაფერი და გეუბნებით. გააკეთეთ ეს ყველაფერი. სანამ დაღუპულა საქართველო. აბსოლუტურად ყველანაირი პირობა არის იმისთვის, რომ საქართველოს დაღუპოთ საბოლოოდ. და აი ახლა გადაწყდება, აი სულ მალე გადაწყდება მაგ ყველაფერი. უკრაინაში გარდამტეხი პროცესები მიმდინარეობს, ამას უკვე ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს.
გასაგებია, გარკვეულია ყველაფერი და როგორც კი გაირკვევა უკრაინის საკითხი, მეორე დღესვე დადგება კავკასიის საკითხი წესრიგში. ამას თუ არ დახდება ქვეყანა მომზადებული, უკრაინა მონაგონი იქნება, ისე გაასწორებენ საქართველოს მიწასთან. არავინ საქართველოს მაშველად არ მოვა. არავინ საქართველოს მაშველად არ მოვა. და აი ესეთი ძმობა იციან ევროპელებმა და აი ესეთი გვერდით დგომა იციან ევროპელებმა და ნუტენით ქართველ ერს იმას, რაც ჩვენთვის არასდროს ყოფილა. არც არის და არც არასდროს არ იქნება. აი ამის თქმა მინდოდა და აი ამ ჩამოყალიბებულ სირიკოს, აი ამ ჩამოყალიბებულ სირებს, რომლებიც ახლა გვიმტკიცებენ, რომ თურმე ვიზა გარყვნილების ნაცვლად, ომის ნაცვლად, ამის ნაცვლად და იმის ნაცვლად არღირს, ადექით ბიძია, მერე ეს ისა რა ქვია, დიტოია სამხარაძია. წადი შეგამოსირებულო, არც არავინ გიძახო და კაც ქუთაისში და არც აწი დაგიძახებენ. წადი მერე და შეიკრიბე შენი საკოცეთი და შეიტანე სასამართლოში კანონი, მაგრამ შენ თვითონ აგაკ ხმა მიცემული კონსტიტუციაში ამ ჩანაწერზე და სხვა 1000 უბედურებაზე. და წადი მერე და შეიტანე სასამართლოში და გააუქმეთ არაკონსტიტუციური მუხლი. თუ არა და დაიქცევა ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა რო დაიქცევა, თქვენ რა დღე დაგადგებათ, აი მერე ნახავთ. აი ამის თქმა მინდოდა და დანარჩენზე დეტალურად. ტყუილად ნუ გამოხტება ვინმე და ნუ იტყვის, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არაა და შეუძლებელია ამის გაკეთება. ამის გაკეთება არის მეორე დღესვე შესაძლებელი და დაისვენებს ქვეყანა. ეს არის და მოითხოვეთ, დასვით კითხვები. მარტო მართლა ლაივების ყურება ხო არა? ამდენი მაყურებელია, ამდენი გამზიარებელი. დაუსვით კითხვები, იგივე პაპუაშვილს, იგივე თავიანთ გვერდზე შეეკითხეთ. რატო არ უქმდება? რატო არ უქმდება და რატო არ აკეთებენ ამას? ეს არის აბსურდი. ნებისმიერ იურისტს კითხეთ. რა ვენეციის კომისია ამას უნდა? რა თუნდა ამას განხილვა მაჩვენეთ სახელმწიფო, სადაც მსგავსი იდიოტიზმი არის ჩაწერილი. არ შეიძლება კონსტიტუციაში ასეთი რაღაცა ეწეროს. კანონი შეიძლება მზის ამოსვლა და მზის ჩასვლა აკრძალოს შენ კანონმდებლობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ასე მოხდება. აი ამის თქმა მინდოდა, კარგად ბრძანდებოდეთ და კოცებს მინდა მივმართო, გაიგონეთ ეს ყველაფერი. თუ არა, როდესაც გაგთხრიან აი ამ ხელას, მერე გაგაგონებიებენ ძალით. კი ბატონო. ანუ გონიათ, რომ გადამხტარი ხართ, რომ გადახტებით, ჰოპ, მერე დაიძახეთ ის.